ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს 19 საათზე. დღეს კვირის ბოლოს ჩვენ შევეცდებით, რომ კვირის მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენ სტუმრებთან ერთად შევაჯამოთ. გადაცემის პირველ ნაწილში დისკუსიის რეჟიმში ჩვენი სტუმრები იქნებიან ბადრი შუბლაძე და სანდრო ბრეგაძე და გადაცემის მეორე ნაწილში არმაზ ახვლედიანი უპასუხებს შეკითხვებს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე და ასევე იმ თემებზე, რომელიც კვირის განმავლობაში იყო აქტუალური. ვიდრე გადავიდოდეთ სტუმრებთან დისკუსიის რეჟიმში, მინდა შემოგთავაზოთ ერთი ინფორმაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან, პოლიტიკურმა მოძრაობა სახალხო ხელისუფლებისა და პოლიტიკური გაერთიანება ჩვენ სამშობლოსთან ერთად ერთობლივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საკითხი ეხებოდა სულხან მოლაშვილის, უკაცრავად სულხან მოლაშვილის გარდაცვალების საკითხს და მის საქმეს, რომლის შესახებაც ჩვენ მოგაწოდეთ არაერთხელ ამ კვირაში ინფორმაცია და შეგვიძლია ნახოთ ეს კადრები. პირველმა სულხან მოლაშვილმა ამხილა მიხეილ სააკაშვილი მაქინაციურ კორუფციებში და ასე შემდეგ მის პოლიტიკურ იმაში ამხილა, რომ საქართველოს ის მთლიანად გაასვისებდა. არ მთავრდება კოჰაბიტაცია. საქმეც მაგაშია, რომ ერთიანად შერწყმულები ისე კარგად აკეთებენ ქვეყნის დაშლის ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომ ამას ბოლო აღარ უჩანს. ჩვენ აუცილებლად მოვუღებთ ბოლოს. ბუნებრივია, წმინდა ადამიანურად ძალიან გული დაგხვდა და ძალიან გვეწყინა სულხან მოლაშვილის ამბავი. ჩვენ მართლა მწუხარებას გამოთქვათ ამის გამო, ისე როგორც ნებისმიერი ქართველის, არა ქართველის მიმართ ვინც გარდაეცვალა. თუმცა ეს ადამიანები არიან უნამუსოები, ისე როგორც ბიძინა არის უნამუსო, რომელიც ამ თემით სპეკულირებს. მეტი არაფერია ეს, თუ არა უნამუსოდ სპეკულირება სულხან მოლაშვილის სახელით. დავბრუნდით სტუდიაში. ეს ამბები ხდებოდა ბათუმში დღეს. ბატონ სანდრო, სულხან მოლაშვილის საქმე, თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? იზიარებთ თუ არა იმ სულისკვეთებას, რომელიც ისმოდა ახლა ამ აქციას? მოდით პირდაპირ ვთქვათ ერთი რამ, რომ რა თქმა უნდა სულხან მოლაშვილი გავხსნათ რეჟიმის მსხვერპლი. დღეს საკმაოდ ძნელი არის ბატონ სულხანზე საუბარი. ის პირველ რიგში ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ჩვენ წლების განმავლობაში, როდესაც მე პარლამენტის დეპუტატი გახდით და სულხანი გახდათ კონტროლის პარტიის ხელმძღვანელი, საკმაოდ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა გქონდა. აქედან გამომდინარე, მე შეიძლება მის შეფასებებში სუბიექტური ვიყო, მაგრამ რაც შეეხება მის საქმეს, რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო გავდა და არის კიდევაც პირადი ანგარიშსწორება, რომელიც მისადმი გამოიჩინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. სულხან მოლაშვილი ფაქტობრივად მას იმდენად შეერყა ჯანმრთელობა, რომ სწორედ ციხიდან გამოსვლის შემდგომ ეს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც მას ჰქონდა, ის ვერ გადალახა. რაც შეეხება უნდა აგოს თუ არა პასუხი ვინმემ, რა თქმა უნდა, ყოველთვის თუ კი არის დანაშაული, ეს იქნება წინა ხელისუფლება, ეს იქნება ეხლანდელი ხელისუფლება, ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, თუნდაც ერთი პირის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს და მე ხლა რომ არ ვიყო რაღაც ესეთი სუბიექტური მსაჯული ყოველივესი, ჩვენ კარგად ვიცით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც სტრასბურგის სასამართლომ, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ პირდაპირ აღნიშნა ის დარღვევები და ის დანაშაულებები, რომელიც იქნა ჩადენილი სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში რა თქმა უნდა წუხარებაში ვარ, უსამძიმრებ ოჯახს და ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ თითოეული ფაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევასთან და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. დღევანდელი გუშინდელი გუშინწინდელი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, აუცილებლად მას უნდა დაესვას წერტილი და აუცილებლად თითოეულ ამ საქმეზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. დაწყებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმიდან, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული და მე ვთვლი და ალბათ ყველა საყდმოზრონე ადამიანი თვლის, რომ სწორედ 92 წლის მოვლენებიდან დაიწყო ყველა ის უბედურება, რომელმა უბედურებამაც მიყვანა იმ ტრაგედიებამდე, რომელ ტრაგედიებსაც ჩვენ დღემდე უყურებთ და რომელი ტრაგედიის ბოლო
ფაზა, ბოლო ეტაპი გახლავთ ბატონი სულხან მოლაშვილის ახალგაზრდა პატრიოტი ადამიანის გარდაცვალება. ბატონ ბადრი, აი თქვენს პარტია სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით ზოგადად იმაზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რა დამოკიდებულება აქვს? Ну, ახლა დამოკიდებულება უპირველესად მაინც მინდა ოჯახს მივსამძიმრო ადამიანურად ძალიან გულსატკენი ახალგაზრდა კაცი რომ მიდის ამ ქვეყნიდან. მაგრამ ახლა არის მეორე ფაქტორი კიდევ რომ სულხან მოლაშვილი ახლა ბატონმა სანდრომ ბრძანა რომ იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე და იმ დროს იმ ავადსახსენებელი შევარდნაძის პერიოდი იყო კორუფციაში თავიდან ბოლომდე ჩაფლული ყველანი. მე ახლა ის რომ ახლა წასულ ადამიანზე ცუდი არაფერი არ უნდა თქვა, ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი, მაგრამ თვითონაც იმ დროს ყველანი იყვნენ კორუფციაში, უნდა თუ არ უნდა და ეს ძალაუნებურად ხდებოდა. და მე ამის გამო ვიღაცებს მოუწია პასუხისგება კანონის წინაშე, როგორც წეგან ბრძანა, ყველამ უნდა აკვეს კანონის წინაშე, დანაშაულს ვინც ჩაიდენს, უნდა აკვეს კანონის წინაშე. მაგრამ აქ ლაპარაკია ბატონ ბადრი იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 ფუნდამენტური მუხლი იქნა დარღვეული, მათ შორის დისკრიმინაციაზე, წამებაზე იყო ლაპარაკი. ეს ვახო მან რა პრობლემა ეს სასამართლო მისი დანაშაული კი არ გაამართლა. სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიმართ პატიმრობის პერიოდში იქნა ადამიანური უფლებები დარღვეული. იგივე ვარიანტია ეხლა ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართაც გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი, რომ მის მიმართაც არის არაადამიანური მოპყრობა, თუნდაც საკნიდან გაყვანის ფაქტი და იქ რაღაცეები. ეს ერთ სიფტყეში განიხილავთ ამ ორსაკი. დანაშაული ეხლა სიფტყეში ერთიც გაამართლეს და მეორეც პრინციპულად ეხლა სხვადასხვა სიფტყეში. ხო, მაგრამ ეხლა მე მინდა ბოდიში რომ ჩაგეჭრებით, ეგ იყო წამების ფაქტზე საუბარი, რა თქმა უნდა. ბატონი მერაბიშვილის ფაქტი აბსოლუტურად სხვა არის ამ შემთხვევაში. მე სიმართლე გითხრათ, ეხლა არც ერთი ადამიანი არ მსიამოვნებს ციხეში რომ ზის ეს წმინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ეხლა თუ რაღაც სამშობლოს ღალატი არ აქვს, ან ბავშვი არ ყავს მოკლული, მაგრამ აი თვითონ აი ამ კონტექსტიდან რა თქმა უნდა სულხან მოლაშვილზე იქ იყო წამებაზე საუბარი და ეს იყო არადამიანურ წამებაზე საუბარი. რა თქმა უნდა თუ კი არის ფაქტი იმისა რომ ბატონი მერაბიშვილი იქნა საკნიდან გაყვანილი, რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი ფაქტი, მაგრამ ეს არ არის წამება. თქვენ დამეთანხმებით ალბათ ამაში და რაც შეეხება აი ბოლომდე დავამთავრებ ჩემას და კი ბატონო მოგისმენთ რაც შეეხება შევარდნაძის დროს კორუფციაზე. რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს რომ შევარდნაძის ხელისუფლება ის იყო თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება. მე ვერ ვიტყვი და მე მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი გახლავართ და მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მე რა საქმეებთანაც მქონია შემხებლობა, მე არ ვიცი სულხან მოლაშვილის კორუფციის შესახებ და მე ვფიქრობ რომ ბატონი სულხანი საკმაოდ პატიოსანი ადამიანი გახლავთ, მაგრამ თუ ჩინოვნიკებზეა საუბარი, მოდით ვთქვათ ერთი რამ რომ ბატონი სააკაშვილი გახდათ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების საკმაოდ მაღალი ჩინის მინისტრი გახდათ და მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე. ბეჟუაშვილი, რომელმაც მილიარდები ცალ-ცალი კალოში ჩამოვიდა ამ ქალაქში და მილიარდები იშოვა შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში და რაც ძალიან ბევრი ადამიანი, ანუ მე რას ვამბობ, ნაციონალურმა მოძრაობამ გარკვეულ პირებს აპატია მათი კორუფციული საქმიანობები შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ აპატია. ანუ ეს იყო შერჩევითი სამართალი. აი იგივე, როდესაც აკაკი ჩხაიძეს აპატიმრებდნენ, იქ შეიძლება იყო გადაცდომები რაღაცა, თქვათ რკინიგზის მართვის საქმეში, მაგრამ ამავე დროს, როდესაც შენ აკაკი ჩხაიძეს აპატიმრებ და აქეთკენ ყავს ბეჟუაშვილი, რომელსაც 10ჯერ და 20ჯერ მეტი თანხა ჰქონდა სახელმწიფოსთვის მოპარული, რა თქმა უნდა, არასამართლიანი არის, როდესაც მას აპატიმრებ, ხოლო მეორეს პარლამენტის დეპუტატად ხდება. ბატონო სანდრო რა არის ახლა
როდესაც ერთს აპატიმრებენ, მეორეს არ აპატიმრებენ, ერთს რაღაცას პატიობენ, მეორეს რაღაცას არ პატიობენ, ეს ყოველთვის უკმაყოფილება და ვერასოდეს ვერ დადგება ისეთი სამართალი, რომ ყველასთვის ერთნაირი იყოს, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში და ისეთ წყობილებაში, როგორშიც ჩვენ არა, მე თქვენ დაგეთანხმეთ, რომ შეუვარდნაც ხელისუფლება იყო. არა, მეც მე თავიდან ბოლომდე ეხლა კარგით ახლა სახელებს და გვარებს არ არა, სახელებს და გვარებს არ ვამბობ. მაგრამ ისინი, რომლებიც მოვიდნენ 2003 წლის შემდეგ, ბატონ სანდრო ამას ამბობს, ისინიც იყვნენ შევარდნაძის ხელისუფლების ნაწილი. იყვნენ და დღესაც არიან სააკაშვილის ხელისუფლების ხალხი, დღესაც არიან იმასთან, რა ქვია, ქართულ ოცნებაში. ეს ყოველთვის იქნება შენ 100%-ით და აი ზუსტად ეს გამოდის, ზუსტად აი თქვენ მინდა შეგეხიდოთ ამაში, ზუსტად ეს გამოდის, რომ არსებობს რაღაც კასტა ადამიანებისა, რომლებიც ყველას დიდ ფულს შოულობენ, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას, ისინი პასუხს არასოდეს არ აგებენ და ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. როდესაც ვიღაცა რომ უნდა დაისაჯოს, თქვა 10 კაცი რომ უნდა დაისაჯოს, 10 კაციდან შეიძლება ერთი ამოარჩიონ და 9-ს დასწრა. თუნდაც თქვენ და პორტირებულები რომ არიან ეხლა დღევანდელ ხელისუფლებაში. მე მაგალითად მივხვდავთ იმისა, რომ თქვენგან განსხვავებული პოლიტიკური მწამსი გამოჩნია, მე ყოველთვის იმ ადამიანს, რომელიც თავის პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას და თავის პოლიტიკურ იდეურ პრინციპებს არ ღალატობს, ყოველთვის ბევრად უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ადამიანს, რომელიც ღალატით, ორგულობით, კლიდობით მოდის და გუშინ იყო ზვიად გამსახურდიას მოხრა, შემდგომ შევარდნაძის მოხრა, შემდგომ სააკაშვილის მოხრა, ეს არის ოცნების მოხრა და ისეთი ხალხი პარლამენტში ხვალ აღა მაჰმად-ხანი რომ გაწოცხდეს, მისი მომხრეები გახდებიან. ეს არის საშინელი კასტა და მე ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, რომ სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ, როდესაც კი ბატონო, რომელმაც საშინელი ხალხი შევარდნაძის იმდროინდელ შევარდნაძის, მერე გამსახურდიას დროს, მერე ისევ შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროსაც იყო და დღეს ახლა ქართულ ოცნებაში ყვარყვარეები გვარს არ დავასახელებ, არ მინდა რომ მაგრამ აქ საუბარი მაქვს არიან საუბარი მაქვს მე რაზე, როდესაც მოლაშვილი თქვენ ამბობთ რომ იყო შერჩევითი სამართალის მოლაშვილი ჩემის მართმენით ბოდიში მე შემეკითხა მოლაშვილი ჩემის ღმერთმენით იყო პირველ რიგში პოლიტპატიმარი პოლიტიკურად დაპატიმრო მოდით პირდაპირ გეტყვით ეს ის იყო პირადად მიხეილ სააკაშვილის რაღაცა გონია რომ ეგონა თუ რაღაცა ანუ ვაშკაცურად ეხა მე აღარ მინდა ის ფაქტი თქვა მეც ვიყავი შემსწრე ამისი და ამიტომ პარლამენტის დეპუტატი ვიყავი მან ვაშკაცურად კაცურად მოიქცა სააკაშვილს რაზეც სააკაშვილს შეეძლო ესევე ვაშკაცურად და კაცურად პასუხის გაცემა მან ვერ გასცა ამაზე ვაშკაცურად და კაცურად პასუხი სამაგიეროდ ეს ჩაიდო თავის გონებაში და შემდგომში სამაგიერო გადაუხადა სულხან მოლაშვილს იმითი რომ დააპატიმრა აბსოლუტურად უკანონოდ შემდგომში მოლაშვილი ვერ გატეხა რა თქმა უნდა ეს იყო პოლიტიკური წმინდა სახის პოლიტიკური ნიადაგზე მოხდა ეს ყველაფერი ეს იყო წმინდა სახის პოლიტიკური პატიმარი ეხლა მე გაგახსენებთ ერთ შემთხვევას და ჩვენ ავიდეთ ეხლა იმ სახლში შემდგომში სულხან მოლაშვილს აყიდინეს არარსებული სახლი რომელიც მისი არ იყო ოღონდ გამოიშოთ იმიტომ რომ ადამიანს კლავდნენ იქ ციხეში აყიდინეს სახლში შემდგომში პიარიც გახსოვთ რომ შეიყვანეს ვიღაცეები იმ სახლში თითქოს და უპატრონოები რომ ჩვენ გასახლებთ ამ სახლში და დღეს შემდგომში ისევ და ისევ ვარდების ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყენებდნენ იმ სახლს ღრეობისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ არანაირი უპატრონო ადამიანები და უსახარო ადამიანები არ ცხოვრობენ და აი მოდით ბატონი ბადრიც ვერ არ შემეკამათება ალბათ იმაში რომ სულხან მოლაშვილი გახლდათ პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი, რომელიც შეეწირა თავის პრინციპებს და თავის ვაჟკაცობას. ბევრი ეწირება ბატონ სანდრო. ყველა არის მერე პოლიტპატიმარი. ყველა არის, აი ხა მაგალითად ჩემთვის, თქვენ ახლა სანდრო ბატონო სანდრო სულხან მოლაშვილზე საუბრობთ, რომ ეს სინდისის პატიმარია. ჩემთვის მაგალითად, ეხლა სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან იგივე ვანო მერაბიშვილი, იგივე გიგი უგულავა, იგივე ბაჩო ახალაია, რომელსაც რა ვიცი, იმას აბრალებდნენ, რომ ბალკონზეო ის რა ქვია, გელიე ყავდა დამულიო და ცოცხალ ბავშვებს აჭმებდაო, რა ვიცი, ესეთი რაღაცა და ბაჩო ახალაია და ეს ბიჭები ისეთი ხალხი იყვნენ, რომელმაც წესრიგი დაამყარა, ბატონო სანდრო, საქართველოში. გახსოვთ, როგორ უკანონობაში ცხოვრობდით, თქვენ რომ პარლამენტის წევრი იყავით, თქვენი
პარლამენტარი იყო პეტრეცისკარიშვილი რო გაიტაცეს რამდენი უცხო 4 ჩემი პარლამენტარი იყო პეტრეცისკარიშვილი რომ გაიტაცეს და ჩემი პარლამენტარი იყო პეტრეცისკარიშვილი პარლამენტის დარბაზში კაცი რომ მოკლა ცემით ხო იყო კი ასეთიც იყო მეც იმას მოდი დავაზე უღარივას ვიძახ იყო ასეთი შემთხვევები ადამიანების გაკეთება ძალიან ცუდი იყო პეტრე რომ გაიტაცეს მაგრამ როდესაც წესრიგს ამყარებ აუცილებლად ვიღაცას ეთკინება იქ აუცილებლად ვიღაცამ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და ნებისმიერ ეხლა არ ვიცი ეს იცით რაც გავს თქვენი ჭირი მე ეს იცით რაც გავს აი ეს არის ცნობილი სტალინის ფრაზა როდესაც ხეს ჭრიან ნაფოტები ცვივა ესე არ შეიძლება საუბარი ესე არ შეიძლება საუბარი მე თქვენ ასაც პატივს ვცემ და აქედან გამომდინარე პატივისცემით მინდა გითხრათ ერთი რამ რომ თუნდაც ერთი ადამიანის უფლება თუ დაირღვა თუნდაც ერთი ადამიანი თუ შეეწირა რაც არ უნდა კეთილშობილური იდეა იყოს ეს არის უსაშინესი, უსაზიზღრესი, რა ვიცით, აი, ყველაზე საშინელი რამ რაც კი შეიძლება ამაში და არავითარ შემთხვევაში ესე 37 წელში, როდესაც ხალხს ხრეწდნენ და როდესაც ხალხს აპატიმრებდნენ, ესეც სწორედ წესრიგის დამყარების ნიშანი ხდებოდა, იდეით ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, როდესაც მე-11 არმია საქართველოს შემოვიდა, მათთვის რომ გეკითხათ, აი, ბოდიში, მათთვის რომ გეკითხათ კოტე აფხაძე, როდესაც დახვრიტეს მე-11 არმიის და წითელი არმიის ხელმძღვანელები გეტყოდნენ რომ ჩვენ წესრიგს ვამყარებთ და ეს ხალხოსაშვილი და ტოლობის ნიშანს ვამთ თქვათ ბოლშევიკების ნაბიჯებსა და იმას შორის რაც მოლაშვილი იყო დღევანდელ დღეს მოლაშვილი შეეწირა ზვარაკად დემოკრატიისთვის ბრძოლას ისევე როგორც თავის დროზე წითელი არმიის მიერ დახვედრილი ქართველი პატრიოტები ვერ დაგეთახმები იმ დროს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს არც ერთი, ნუ გეწყინებათ, არც თქვენ ხელისუფლებაში. არა, თქვენ იყავით ასლან აბაშიძის აღორძინებაში. მე ვიყავი მუხრან მაჭავარიანთან და ვახტანგ ბოჭორიშვილთან ერთად ზუიაჯისტური დაჯგუფების წევრი. არავინ არ იბრძოდა სახელმწიფოსთვის და არავინ არ იბრძოდა დემოკრატიისათვის. ერთადერთი ვინც გამოვიდა, კი სააკაშვილი იყო ჩინოვნიკი, იყო იუსტიციის მინისტრი, მაგრამ მე თვითონ გადადგა და გამოუცხადა ასე რომ ვთქვათ, ბრძოლა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასაცილო ხომალდზე და ჩვენ მასთან ერთად მანამდე ხო იყო? იყო და რო ნახა რომ რაც საშინელება ხდებოდა. მანამდე ხო იყო? გამოვიდა ბატონსა კოტე გემოლარია ხო გახსოვთ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ვინ იყო ხეშავანაძის ხელისუფლების დროს? მინისტრი იყო. კოტე გემოლარია რატო არ დააპატიმრეს თუ ყველა ის იყო და ყველას ვერ დააპატიმრეს. მაშინ რაღა მაინც სულხან მოლაშვილი დააპატიმრეს. არ ვიცი ახლა მე მარტო მოლაშვილი კი არა, სხვებიც დააპატიმრეს. ხაიძეც დააპატიმრეს. თქვენ ამბობთ რომ გამარჯვებულებმა დააპატიმრეს და გადაიხადა. გამარჯვებულებმა დააპატიმრეს. ეხლა მე გეტყვით ეხლა. ამათაც ხო დააპატიმრეს ხალხი, რამდენი ხალხია დააპატიმრებული. კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ. არა, ამაზეც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ გამარჯვებულები ასამართლებენ დამარცხებულებს. თან იცით რა არის? მოქმედებს საქართველოში. თან იცით ყველაზე ცუდი რა არის აი ამ შემთხვევაში? აქ ყველაზე ცუდია გახლავთ ერთი რამ, რომ ეს ყველაფერი ხდება პირადი ხშირ შემთხვევაში ხდებოდა პირადი ანგარიშსწორების გულისთვის. ეხლა მე ვიცი, ეხლა უბრალოდ არ მინდა ის ადამიანი ჩავაყენო უხერხემლო მდგომარეობაში, მე ვიცი ნაციონალების დროს დააპატიმრებული ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც დააპატიმრა ერთ-ერთმა ჩინოვნიკამ მხოლოდ იმის გულისთვის, რომ მერვე კლასში ჩხუბი მოუვიდეთ და ამან იმას ხელი დაარტყა. დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა იყო სულხან მოლაშვილის შემთხვევაში, მერწმუნეთ, ამის ყველაფრის თვითმხილველი ვარ და რა თქმა უნდა, იქ იყო პოლიტიკური მოტივებიც, იქ ვისიც ეშინოდათ, ვინც კონფორმისტი გახდა და ვინც გადავიდა ნაციონალური ხელისუფლების მხარეზე, ის კორუმპირებული ჩინოვნიკები, სულ ყველა შეისრულდა ნაციონალურ მოძრაობამ. აი ხა მე ერთ რამესაც გეტყვი, ნაციონალური მოძრაობა ყველა სუდი რამ რა გააკეთა ვარდების რევოლუციის შემდგომ. მე რა თქმა უნდა, შევარდნაძის რეჟიმის დამხობას ხარს უჭერდი კი არა, ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან რომ შევარდნაძის რეჟიმმა მაწამა 93 წელს, როდესაც ზვიადგამსახურდას მომხრეობის გულისთვის ხედრიონი დამესხა თავს და რა ვიცი. აღარ მინდა ეხა ხო რაღაც გმირა წარმოიჩნდა, მაგრამ ჩემი ოცნება იყო და როდესაც შევარდნაძის რეჟიმი დაამხეს, ეს მე ძალიან გამიხარდა. ეხა პირდაპირ გეტყვით, მე შევარდნაძისთან მქონდა პირადი ბოღმაც. და როდესაც ამ ნიადაგზე მე შევხედე, რომ ის შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები, ვინც დაექვემდებარა ვარდების ხელისუფლებას, ისინი შეისრულეს, ისევ თავიანთი ბიზნესები ისევ დაუტოვეს, ისევ ყველა, აი კლასიკური მაგალითი, აი ყველა აი ამ ტიპის ნაძირულობის ბუბა კიკაბიძე, რომელიც იყო შევარდნაძის ყურმოჭრილი მონა
და შემდგომში გახდა სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა. ბატონო, აი ამაზე მაქვს საუბარი. არ იყო ესე? არ იყო ესე? იმასთან უმღეროდა და ამათაც უმღერის. ხო და აი ყველას რომ უმღერია. არა, სიმღერაზე არა მაქვს საუბარი. ზვიად გამსახურდიას იარაღს ესროდა. ზვიად გამსახურდიას იარაღს ესროდა. მე ვიყავი ზვიად. ნუ გაამართლებთ ისე. ხო და რომ იყავით. ამიტომ თქვათ სიმართლე. ამ ხელისუფლებაში არიან სააკაშვილის ამ ხელისუფლებაში რომლის წევრიც მე ვიყავი. ამ ხელისუფლებაში რამოდენიმე ადამიანი არის ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე. მე იმ ადამიანებთან არასოდეს ნორმალური და კარგი ურთიერთობა არ მქონია და უარესაც გეტყვით. გამარჯვებას არ ვეუბნებოდი არასოდეს მას. ეხლა ეს პირადული. იმიტომ პირადული არ არის. ეს საქართველოს ღალატი იყო 92 წელს. და ბუბა კიკაბიძე ძალიან გთხოვთ სიმართლე თქვით. ბუბა კიკაბიძე ზვიად გამსახურდიას არ ებრძოდა? ეხლა მე რაც არ ებრძოდა? არ ებრძოდა? მე არ ყოფილვარ იმ დროს ჩართული ესე ავტომატით ხერხი თუ გაკ მე ეხლა რაც არ მინახია შვილებს ფიცავ ნამდვილად მართლა შვილებს ვიფიცებ და ხელს მაგალითად აქ რომ მიჯდეს გოკა გაბაშვილი რომელიც ავტომატს ესროდა კანონიერ ხელისუფლებას მამამისთან ერთად ან ბოკერია რომელიც აჭერინებდა სტუდენტებს უნივერსიტეტის ბაღში მხედრიონელებს მაშინ მათ არ ვეთყოდი და თქვენ ადამიანი რომელიც ზვიად გამსახურდიას ხარდამჭერი იყავით და რომელმაც ჩვენიურად იცის თუ ესენი რას აკეთებდნენ და დღეს ამას არ ამბობთ პოლიტიკური კონიუნქტურის გულისთვის ეს მე ძალიან მე არ შეიძლება თქვენ პრინციპები მაშინ შესაძლებლობა ბატონ ბადრის სანდრო მე პოლიტიკაში ავარ ჩემი ასაკის მიუხედავად ახალგაზრდა და რატო მე პოლიტიკაში მოვედი ქართული ოცნება რომ მოვიდა იმ დღეს როდესაც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა მე სწორედ მაშინ მოვედი იმიტომ რომ მე არ მჯერა ქართული ოცნების მე არ მჯერა ოლიგარქის მე არ მჯერა ისეთი ადამიანის ტყუილი დაპირებებს აი მე მაქვს აგერ ერთიან ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი რომ ვარ და გავხდი მე 2013 წელს მე ხო არა მე რისი თქმა მინდა მე ძველ სხვის ჩადენილ დანაშაულზე ვერც ვისაუბრე მე არ გეუბნებით რომ თქო პასუხი აგეთმე არა მე კი არ ვაგებ პასუხს მე იმაზე ვერ ვისაუბრე თქვით არა რატო ვერ ვისაუბრებ წმინდანები არიან არა წმინდანი პოლიტიკაში არ არსებობს ან მოიცადეთ არ წმინდანი არ თქვენ ხარდამ მიუხედავად იმისა მე ყველაზე არის რომელიმე მათგანი რომ მათზე არ შეიძლება ჩვენ თქვათ ერთი რამ რომ ნაციონალურ მოძრაობამ თავის დროზე და დღესაც შეისრულა მხედრიონის შევარდნაძის ყველამ შეისრულა ყველა არ მაინტერესებს ეხლა გვაქვს ნაციონალურ მოძრაობაზე ამ შემთხვევაში საუბარი და როდესაც მხედრიონებაზე იქნება საუბარი მხედრიონელები ჩვენთან არ არის ვინ არის არის ყველანი ვინ არ არიან ეხლა თქვენ გინდა ნიკა რურუაზე ამბობენ მე ნიკა რურუაზე თქვენ თქვით არა მე ამბობენ მეთქი მე არ ვიცი მე არ ყოფილი მხედრიონელი ის არა ქვია ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ავტომატი მებრძოლი ხალხი არ არიან თქვენთან არა გეკითხეთ უბრალოდ თქვენ მიპასუხეთ თქვენ გინდათ ისეთ რაღაცა მათქმე გავცეთ როდესაც მე არ ყოფილვარ იმ ბატონი სანდრო ამბობს რომ იმ თქვენ იყავით და თქვენ იცით და მე არ ვიყავი ბატონი სანდრო ბატონი რამდენი ყავთ ასლანაბაშიძე რომ საუბრობ დაგისახელოთ ბატონი სანდრო ამბობს რომ ჩემს თავრობაში იყვნენ ასეთი ადამიანები და გამარჯვებას არ ვეუბნებოდი და სულ მუდმივად თქვენ ეგ უკვე თქვენი პირადული ისა პირადული არა ეს ზნეობრივი პრინციპები არის და ზნეობრივი მორალური პრინციპები მე მაგალითად ვინც მიუხედავად იმისა რომ კოალიცია იყო მათთან ერთად ერთ პარტიაში არასოდეს არ შევიდოდი იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც სააკაშვილიც ებრძოდა ზვიად გამსახურდიას თქვენც კარგად იცით ეს ამბავი სააკაშვილიც ებრძოდა ზვიად გამსახურდიას ხმალამოღებული ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და ეს არის სწორედ თვითონ ებრძოდა ზვიად გამსახურდიას ეს ყველა მიცის ეს თქვენც იცით გაბაშვილი რომ ებრძოდა კარგად ბარამიძე რომ ებრძოდა თქვენ ბევრი კი იყვნენ მასეთი ისინი მაშინ შეცდომაში შევიდნენ ბევრი ახალგაზრდები აბა შეგითხეთ დღეს გიგაბოკერიას ნანობს ეხლა მე გიგაბოკერიას მაგ რო ვკითხო მეტყვის ანანო მე არც დავინტერესებული კი ბატონო მოდით ბატონ ბადრის დავასრულებინოთ თავისი საქმეები ადამიანი ხარ ჩვენ გვინდა რომ ის რაღაცა დაასრულეთ თქვენი საქმელი ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ მინდა გადავიდე სოციოლოგიურ კვლევებში მე უბრალოდ რატო ამბობ იცით გულის ტკივილით ვამბობ ამას აი რომ არ დაეჭირა სულხან მოლაშვილი რომ არ მოეკლათ სანდრო გირგულიანი რომ არ მოეკლათ ბუტა რობაქიძე იცით როგორი აღტკინებულ ბუში ჩამოვიდა საქართველოში დემოკრატიის უბრალოდ უწოდა საქართველოს ბუტა რობაქიძე
საქართველოს დღეს იქნებოდა აყვავებული ქვეყანა და ჩვენ რას გადავაყოლებთ ეს აყვავებული ქვეყანა მერაბიშვილის ცოლის რაღაც ინტრიგას რომ მოეკლა არა მკვლელობა არ იყო იქ იყო რა იყო კარგით ეხლა იმასთან კარგით ძალიან გთხოვთ ძალიან ამას მაინც აი ღმერთის წინაშე ხო უნდა იყოთ მართალი სანდრო გირგვლიანზე როგორი საკითხი რომ მომიტური შემთხვევა იყო არ გადამრიოთ ეხლა თქვენც ხო კარგად იცით რომ ეგრე არ იყო ეს იყო შურიზიება ახალგაზრდა ვაშკაც ბიჭზე შურიზიება იყო სულხან მოლაშვილზე არ შეიძლება თქვენ იმასაც აი ბატონო თქვენი ხელისუფლება ყოველთვის როდესაც იმ ხელისუფლებაში რომელშიც იყავით თქვენ რატომღაც იყენებთ მკვლელობებს კი ბატონო თქვენ ამბობთ სულხან ვინ მოკლა მაშინ ეროსი კიწმარიშვილი ვინ მოკლა ბესოხარციანი 9 თვის ბავშვი მოკლდა არც ერთი არ არის გამოძიებული არც ერთი არ არის რატომღაც იმაზე არ ლაპარაკობთ გუნდაკუთკული და მანდამაინც ისეთ ხალხზე ლაპარაკობთ რომელიც თქვენთვის მომგებიანია თქვენი ხელისუფლებისთვის მომგებიანია და ესე არ შეიძლება არ არის მე ოპოზიციაში ვარ არა გასაგებია ვიცი რომ წამოხვედით მაგრამ არა მე სხვა რამეს გეუბნები თქვენ თუ მეტყვით თუნდაც ეჭვის დონეზე რომ ეროსი კიწმარიშვილი რომელიმე ამ ხელისუფლების წევრის მიერ არის მოკლული მე პირველი ადამიანი ვიქნები რომელიც თქვენთან ერთად დადგება საპროტესტო აქციაზე აი გეტყვით მაშინ მე თქვენი მეთოდი რითაც მე პირდაპირ მე გეტყვით ჩემი სუბიექტური აზრია და ამას არავის არ ვახვევთას პირდაპირ ეთერში ვამბობ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა რომელიც შეუკვეთა ხელისუფლებამ ვიღაცას მოეკლა ეროსი კიწმარიშვილი იმის გამო რუსთავი 2 რომ ჩაიგდონ ხელში რუსთავი 2 ვინ ჩაიგდო ხელში აქ მტკიცებულება არა ეს ასეთ მტკიცებულებები მაშინ რა მტკიცებულება არსებობს ვახო იმისი რომ ქიბარ ხალვაში იძახის რომ არა გირგვლიანზე საუბარი გირგვლიანზე მე გირგვლიანზე მე ვერ ვისაუბრებ ეროსი ხელისუფლება მოკლაო თქვენ ამბობთ რომ ვიღაცას რაღაცა შეიძლება უთხრაო და აქ არის უამრავი ადამიანის ჩვენება თაკო სალაყაიამ როგორ უბრძანა საწოდავ არ არსებობს ეს თქმელი არ შეიძლება არსებობს მან მეგეთყვით რა იყო ჩემი აზრით ეს არის რომ აიყვანეს ეს ბიჭი მოაცილეს იქაურობას და აიყვანეს დატო აი ეს იყო დანაშაული ეს იყო დანაშაული იყო კი ბატონო მაგას არ უნდა იმას ეკრათ მან უნდა საჭირო იყო გამოეძახებიათ პოლიცია დაეჭერა და იგებოდა დასაჭერი არის მერაბიშვილის ცოლი დასაჭერი მერაბიშვილის ცოლი რა შუაშია მერაბიშვილის ცოლი კი რა დაცვა იყო მერაბიშვილი არის დასაჭერი ამის გამო დაცვა დაცვა კი მაგრამ დაცვა ამას ქონდა მეორე ნაწილი როდესაც გამოძიება მიდიოდა რატომ დააფარა ხელი გამოძიება მიდიოდა სტრასბურგის სასამართლო სწორედ ამაზე აპელირებს და ამბობს რომ ყველა შტომი მოქმედა შეთანხმებულად რომ მართლმსაჯულება არ დამდგარიყო ამ საქმეზე ეს იყო ყველაზე მძიმე ჩანაწერი ამ საქმესთან მე გეტყვით ეხლა კი გასაგებია მაგი როდესაც იცავდნენ სანდროს ბერთ მაცხონოს ისა თვითონ ძიებაც და ცველებმა კარგად იმუშავეს იმათ მაგალითად ჩვენმა ხელისუფლებამ არ იმუშავა ეროსის მკვლელობაზე არაფერი არ გააკეთეს ბესოხარძიანი კაცი მოკლეს და არავინ არ საუბრობთ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე როგორც ეხა ბესოხარძიანზე მკვლელობაზე სადაც თქვენ ეჭვი არ გეპარებათ რომ ეს იყო მკვლელობა ეს ჩემი შინაგანი გახდა შინაგანი წმენა ეს არ მეპარება იმიტომ რომ მეთოდი სტილი არის რუსული ზუსტად რუსეთში ხდება ესეთი მკვლელობები კლავდნენ არწევდნენ მერე ბიზნეს და იმას აი დაუკვირდით ეროსი პირდაპირ ეთერში თქვა როდესაც საკითხი მიდის რუსთავი 2-ზე და მაესტროზე უჩემოთ არც ერთი და არც მეორე საკითხი არ გადასაკეთებია. ნახეთ რა მოხდა. შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ და შევეხოთ იმ საკითხს დავაანალიზოთ. გასაგებია. ძალიან გამეხარდა რომ თქვენ ხარჯიანის მკვლელობაზე საუბრობთ ესეთი გულის ტკივილით. საუბრობ იმიტომ რომ ადამიანი და ძალიან კარგი. მაშინ მე თქვენ როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრს გეუბნებით და თვალებში შევხედეთ. ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ თვალებში როდესაც გიყურებთ და ისედაც არ ვიტყვილები, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ვიტყვილები. მე გახლავთ სანდრო ბრეგაძე, რომელიც 2011 წელს ვიჯექი ციხეში, გლდანის საპყრობილეში იმ საკანში, რომელშიც იჯდა ბესო ხარძიანი.
ჩემთან ერთად იყო ბატონი ბესო, უპატიოსნესი, უკეთილშობილესი ვაჟკაცი ქართველი, რომელიც დღეში 3-ჯერ გაყავდა მაშინდელ ჯალათებს, თქვენი ხელისუფლების ჯალათებს და შემოყავდა დასისხლიანებული და მას აიძულებდნენ რომ კუსტობა გადაეფორმებინა ხელისუფლებისთვის. აი ამას აკეთებდა ხელისუფლება. ეს მე არ გეუბნებით ვინმეს მონაყოლს. ამას გეუბნებით იმას, რაც სანდრო ბრეგაძემ საკუთარი თვალებით ნახა და დასისხლიანებული ერთ წუთი დასისხლიანებული ბესო ხარძიანის თავი მუხლებში მედო ხოლმე და წყლით უწმენდი დასისხლიანებულ სხეულს. აი და დღეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხარძიანის ყვლელობაზე, როდესაც საუბრობთ ბატონი ეროსის ყვლელობაზე, ბატონი ეროსის რუსთავი 2 წაართვა ნაციონალურ მოძრაობას. არავის არ წაურთმევია ეხლა ნაციონალურ მოძრაობამ წაართვა. ესე იყო. ეს უკვე ბრალდება, მოკლა ნაციონალურ მოძრაობა მაშინ როდესაც უკანონო ბრალდებით მოათავსა ციხეში. სანდრო, მაშინ გამოდის რომ იმ დროს ყველანი უდანაშაულო ყოფილა, მარტო არიან იმ რა ქვია, სააკაშვილის დროინდელი დამნაშავეები. იმ შევარდნაძის დროს არ იყვნენ დამნაშავეები. თქვენ რომელსაც ასახელებთ, ვინც დაასახე, ჩხაიძე მართალი გამოვიდა, მოლაშვილი მართალი გამოვიდა, ხარძიანი მართალი გამოვიდა. ყველანი იმ დროს ვინც დააპატიმრეს, ყველა იძახის რომ მართალი ვიყო, ვინ იყო მაშინ კვანი ისეთი რომელიც ხო, გეტყვით, კანონიერი ქურდები. კანონიერი ქურდები ეს ცალკე თემაა. არა, მე ვამბობ ჩინოვნიკები, მექთამეები, რომლებმაც ჭამდნენ ხალხის ქონებას და ხალხი იმას რა ქვია, ერგინეთში რო დარბოდნენ და ერგინეთის ბაზრობა წაართვა. ერგინეთის ბაზრობა იყო საშინელება ქვეყნისთვის. ეს იყო კორუფციის, ეს იყო იმისი რა ქვია, კონტრაბანდის, ნარკოტიკების, იარაღის და ყველაფრის შემომტანის. კარგი ბატონებო, დრო დაგვშა ცოტა, მესმის ეს დისკუსია მოიტანა იმ საუბარმა, რაც ჩვენ სულხან მოლაშვილის თემას მოვაყოლეთ. მე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, ვიდრე ჩვენ დავასრულებთ ამ დისკუსიას. ეს არის ის სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელიც გამოქვეყნდა. ერთი მხრივ ეს იყო რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მეორე მხრივ ის, რაც გაახმოვანა ქართულმა ოცნებამ. ბატონო სანდრო, თქვენში ან ერთი, ან მეორე კვლევა რა დამოკიდებულებას იწვევს? მოდით პირდაპირ ვიტყვი, მეცნიერება, როგორც სოციოლოგია, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა დაასამარეს. რადგანაც სოციოლოგია გახდა სიცილის და ანეკდოტების ობიექტი. ჩვენ დღეს ვხედავთ ძალიან ბევრ რეიტინგს, რომელსაც ატარებენ პოლიტიკური ძალები, რომელსაც ატარებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს. ზოგ პარტიას აქვს ერთ გამოკითხვაში 22%, მეორე გამოკითხვაში 10%, მესამე გამოკითხვაში 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს, ნაციონალურ მოძრაობა ზოგან 12%-ით არის, ზოგან 24%-ით არის, ზოგან ქართულ ოცნებას ეს აქვს, ის აქვს. ანუ ეს ყველაფერმა მოახდინა საქართველოში სოციოლოგიის დევალვაცია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის არანაირი სოციოლოგიური კვლევები. ეს არის პარტიების მიერ დაკვეთილი სურვილები, რაშიც ისინი უხდიან გარკვეულ ორგანიზაციებს ფულს, რათა მათ შემდგომში გაახმოვანონ ეს სურვილები და ადამიანების კვლევაში რომ ქართულმა ოცნებამ რომ ორი პარტია დაასახელა მხოლოდ თავისი თავი და ნაციონალური მოძრაობა, ესეც მისი სურვილია, ასეთი სურვილი აქვს რომ ეს რეალობა იყოს. ყოფნის დროს ჩემი კოლეგები მინისტრებს გარკვეულ ნაწილს ჰქონდა და აქვს ესეთი მოსაზრება, რომ მათ რადგან არ უნდა დაუჯდეთ ნაციონალური მოძრაობა უნდა შეინარჩუნონ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად. და რატომ? ისინი ფიქრობენ ოპოზიციურ ძალად არ შედარჩუნდება ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებას. კარგი, თქვენ ესე გონიათ, მაგრამ მე გეუბნებით სულ. არა, მგონია კი არა, ესეა უკვე ისეთი სიტუაციაა, ბატონ სანდრო. ეხლა მე სააკაშვილი უფრო ისწავლიდა ბურთის თამაშს, ვიდრე ეხლა ეგ მოხდება, მაგრამ ერთად დავამთავრებ ამას და მე ჩემთან იყო კითხვა. იმიტომ რომ მათი თეზა არის შემდეგი, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ ყავთ პოლიტიკურ ლინზზე გალახული, ნაციონალური მოძრაობა ეზიზღება მოსახლეობის 80%-ს და ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს მათ პრობლემას ვერ შეუქმნის. მე მაგალითად ვთვლი ესე იგი მე რომ თქვა ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული რეიტინგი, რომელიც რუსთავი 2-მა გაახმოვანა, ეს არის რევოლუციური რეიტინგი, იმიტომ რომ იქ პირდაპირ მოწოდება არის, რომ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, თუ პროცენტებს გადავავლებ თვალს. ოცნების მიერ ჩატარებული რეიტინგი, ეს არის კოჰაბიტაციური რეიტინგი, ანუ კოჰაბიტაციის გაგრძელების სურვილი არის და რამ გამოიწვია? თქვენ არც ერთი არ გაწყობთ. არა, მე კი არა, საქართველოს მოსახლეობას არ აწყობს ეს. მე
შეიძლება საერთოდ არ ვიყარო კენჭი. ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე ხა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, სადაც გარყვნილებას ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დაუსვამთ და დამთავრდება საქართველოში ჰომოსექსუალთა ბოგინი ამ შემთხვევაში და იმ ორგანიზაციების ბოგინი, რომელიც ამას აკეთებენ, მაგრამ ამას თავი განვეთ, ეს არის ჩემი მიზანი არის უფრო სხვა უფრო მაღალი მიზნები მაქვს, მაგრამ აი რაც პოლიტიკურ, აი წმინდა სახის რეიტინგებს შეეხება ამ შემთხვევაში, მე შემიძლია ერთი რამ თქვა. რა თქმა უნდა, მე არ ვიტყვი რომ იქ რაღაც ფარული მოლაპარაკება არსებობს, მაგრამ რაღაც ურთიერთშეთანხმებით ხდება ისეთი რამ, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე უნდა დარჩეს ორი პოლიტიკური ძალა და დანარჩენი ყველა უნდა ჩაირეცხოს, გაირეცხოს, გაიკრიფოს, გამოიკრიფოს, რაც ქართული დემოკრატიისთვის არის დამღუპელი. მოდით პირდაპირ ვთქვათ ერთი რამ. რაც უფრო ბევრი პარტია იქნება საქართველოში, მით უფრო კარგი არის ეს ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ ეს არავის არ აწყობს და მე კოჰაბიტაციაზე როდესაც ამაქვს საუბარი, ეხლა აი ქართული ოცნების ახალ ფრთაზე გეტყვით ამას. ქართული ოცნების ძველი ფრთა იყო ხალხი, რომელებიც 9 წლის განმავლობაში ებრძოდნენ ნაციონალურ მოძრაობას. ახალი ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტსაბჭოში მთავრობაში არიან ძალიან ბევრი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთი დღეც კი ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ. მათთვის სიცხორცეული არის და ბევრ სხვა შორის მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მათთვის რაღაც არაფერ დისკომფორტს არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობასთან, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად თანაცხოვრება და მათთან ერთად პოლიტიკური კლიმატის შექმნა. საქართველოს მოსახლეობა უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ საქართველოსის დამღუპველი იქნება, თუ კი ისევე როგორც თავის დროზე აღორძინება და მოქალაქეთა კავშირი ინაწილებდა ხელისუფლებას ურთიერთშეთანხმებით, თუ კი ხელისუფლებას გადაინაწილებს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. გასაგებია, ბატონ სანდროს ლოგიკას თუ გავყვევით, ბატონ ბადრი, ქართული ოცნება ზრუნავს იმაზე, რომ გარანტირებული მეორე ადგილი ქონდეს. არა, გარანტირებული მეორე ადგილი არა, ჩვენ გარანტირებულად პირველი ადგილი მინდა, ეს უპირველესა. ბატონ სანდროს ერთ რამეში ნამდვილად დავეთანხმები. სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ბევრ იმაში მართლა დაკარგა მნიშვნელობა ეს იყო ყველგან მიღებულია ეს exit polls-ები და ესენი, მაგრამ ჩვენთან მართლა აი რაც მეტი პარტია იქნება, რაღა უნდა იყოს 250-ს მიაღწია მგონი არა, ჩვენთან პარტიის რაოდენობა. ყველა პარტიის თავმჯდომარეს რო კითხო, იმარჯვებს და ყველა საყავს ელექტორატი. თქვენ პარტიის წევრები და არა, მეც იგივეს ვამ, მაგრამ ჩვენ მართლა ჩვენ 30,000-ზე ოფიციალურად აი ყველა ასე ამბობს, რომ ისიც მართლა არა, უბრალოდ რა არის, იცი, ვახო, პარტიების რაოდენობა რო გადავამრავლოთ იმ მოსახლეობის იმაზე, უბრალოდ ციფრები ვერ ვეტევით, არა ვართ იმდენი რაოდენობა. ესე თქვენც გააქვთ ეს სკეპტიციზმი კვლევების მიმართ. ამ კვლევის მიმართაც უსტავი ორმარაც გამოაქვეყნა. ჩემი ყველაზე საუკეთესო კვლევა არის, მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, მე არ მუშაობ, მე არა ვარ ჩინოვნიკი, მე ვარ ყოველგვარი ემოციებისგან და იმისგან დაცლილი, ვარ აბსოლუტურად სუფთა და ბატონ სანდროს იმასაც ვეთქვი, ბევრჯერ ეხლა მეუბნებიან, რომ მე ალბათ შენო ბევრი რამე დაკარგაო და აი პირდაპირ ეთერში ვამბობ. ნაციონალური მოძრაობის კი არა, საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, მე მუშაობდი გაზპრომში, იმ დღიდან მე არ მიმუშავია, ვიყავი დაკავებული. გაზპრომში მუშაობდიო, თორე დაგაბრალი. არა, ყველა მიცის რომ მე გაზპრომ, ვაიმე. აი მე მგონი გაზპრომში მივეკავე მოსკოვიდან. არ ვიცი. ხოდა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან უბრალოდ არა, მართლა თქვენ მართლა კითხვა მაქვს. დიდგორზე მართლა აპირებ შეკრებას? არ ვიცი, ეს მეც დღეს წავიკითხე იმაში ინტერნეტში. სააკაშვილი ცხენით იქნება, არა, მაგ ეგ უბრალოდ რა არის, იცით, ჩვენ ვაპირებთ ყრილობა რო ჩატარდეს და ხა სერიოზულად მიგაჩნიათ რომ დიდგორზე სააკაშვილი ცხენით არა, დაიძრათ. კარგი, ეხლა არ გინდათ ეხლა ეს ირონიათი საუბარი, რაღაც ეწევა რომ თვითონ არ იცით რას ეწევა და ძალიან ხიარულად არის და ეხლა მე ვარ ჩვეულებრივად პირდაპირ ეთერში ესა პირდაპირ ეთერში ვამბობ. მე არ მიმუშავია. მე ნაციონალებისაგან ერთი ლარიც კი არა მაქვს, არა თუ მილიონები, ერთი ლარიც, უფრო მეტიც. მე ჩემი ბიზნესის წარმოებიდან საავტომობილო ბიზნესს ვეწევოდი, ჩამომყავდა მანქანები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და იმას ფულს იქეთ ვაცეს. მე ვარ სუფთა კაცი. მე თქვენ თქვით რომ აი მე დავდივარ ქუჩაში ვესაუბრები ქუჩაში და საუბრები ხვდები რომ ძალიან რომ თქვა ქართული ოცნების მიმართ არის განაწყენებული და ამასთანავე ისმენთ რომ ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ. მე ვისმენ იმას რომ მე ბევრი
მიკავშირდება ბევრი უკვე მცნობს ამ ჩემი ტელევიზიების ბევრად შენი დამსახურებაც არის და მე რამდენადაც უკვე მივხვდი რომ მეგონა ისეთ ძალიან უკვე ყურებადი გახდა შენი თქვენი ტელევიზია ხო და მე რას ვატყობ იცი იმედ გაცრუებას ქართული ოცნების მიმართ მე იმას კი არ ვამბობ რომ იმედ გაცრუებულები სუყვენან იმაში მოდიან რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ ხმას არა მე ვატყობ იმას რომ მე ქართული ოცნების აღარ ჯერათ იმიტომ დღეს კობახიძემ დაწერა ჩვენ ეხლა ახალ დაპირებებს იმასთან და ახალი ეკონომიკა 4 წელიწადი მამაცხონებულო ხელისუფლებაში იყავი არაფერი გაგიკეთებია ჯანდაცვას და იმას რო იძახე ბატონო სანდრო დავამთავრე თქვენ იყავით 4 წელი დავამთავრებ რა მე მოკლედ თუ შეიძლება ამოიწურა ჩვენი დრო და მომდენო სტუმარი გველოდება 9 წლის განმავლობაში საქართველოს ისა სააკაშვილმა შევარდნაძისგან რომ გადმოიბარა ხელისუფლება 700 მილიონი იყო ის რა ქვია ბიუჯეტი და იმისი სეკვესტრიც ხდებოდა მაგით თქვენ ძალიან კარგად იცით მაგრამ როდესაც ქართულ ოცნებას გადააბარა ნაციონალურმა მოძრაობამ ის რა ქვია ხელისუფლება 8 მილიარდი ისა ბიუჯეტი დაუტოვა 3 მილიარდამდე ცოცხალი ფული დატოვა და 450 მილიონი გმადლობთ ანდრე შუბლაძე ერთი რამე ეთერის ბოლოს ერთი რამე ქვეყანა დაუტოვეს და ანგრევენ დიდგორზე სააკაშვილი ცხენზე რომ ამხედრდება მე არ მგონია ის დავით აღმაშენებელი იყო ის უფრო იქნება კარგით ეხლა არ გინდათ ესეთი იმისისა და ჩვენ აქედან დავხვდებით და რა ვიცი კარგი ეხლა ეგ უკვე სანდრო ბრეგაძე და მაგრი შუბლაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები რეკლამის შემდეგ მადლობთ რეკლამის შემდეგ არმაზ ახვლედიანი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს მადლობთ